ზესტაფონში სტაროსელსკის ქუჩაზე ავტოსაგზაოს შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია 2 მსუბუქი ავტომობილი და 1 სამგზავრო მიკროავტობუსი. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. დაშავებულები ზესტაფონის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. მიღებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად მათ სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია. ამ ავარიიდან რამდენიმე საათში უკვე ქალაქში გიაბესაძის ქუჩაზე მოტოციკლეტით მოძრავი 18 წლის ბიჭი ღობეს შეეჯახა. ის უმძიმესი ქალა-ტვინის ტრამვით შეიყვანეს საავადმყოფოში. ექიმებმა უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდის გადარჩენა სამწუხაროდ ვეღარ შეძლეს. გათენება მიხარია, იმიტომ რომ მოვდივარ ჩემს მაღაზიაში, ჩემს ყვავილებთან, ველაპარაკები პატარა ბავშვივით, შევალ გადავავლებ თვალს, ვაიმე ხო კარგად არიან, მართლა, ოღონდ ესე შეგვიძლია ყოველდღე და ვარკვარიერებ, ყველას გადავხედავ და ვიწყებ ხაიბლების გაკეთებას და რა ვიცი, აი სტიმული გეძლევარ, აი მიყვარს ეს საქმე და რა ვქნა მართლა. სილამაზე მიყვარს, ყვავილები მიყვარს და გადავწყვიტე რო გამეკეთებინა მაღაზია და მოვაბი ესე თავი და რა ვიცი, აბა ფიქრობთ რომ რა ვიცი, ყველა კმაყოფილი დარჩება, მომხმარებელი მინდა რომ კმაყოფილი იყოს, ფასები მინდა რომ ცოტა შედარებით ეხლა დაბალი როგორ ხელმისაწვდომი რო იყოს. ძალიან შრომატევადია რო გითხრათ სიმართლე. მაგრამ რა ვიცი, მაინც მიყვარს ყვავილები და მაინც ეს გადავწყვიტე. ტემპერატურა უნდა რა 8 გრადუსი, 7 გრადუსი, 6 ესე დაბალი ტემპერატურა უნდა რომ არ გაგვიფუჭდეს ყვავილი და ზარალი არ ვნახოთ და რა ვიცი ისე უნდა თავისებური მომდა წყლის გამოცვლა უნდა ძალიან ხშირად ყოველ მეორე დღეს წყალი უნდა გამოვცვალო თუ მინდა რომ გაძლოს ერთი კვირა ყვავილმა. მოგემოვნებით ვაწყობ ახლა ამას ფერებსაც მომხმარებელი როგორ ფერსაც მეტყვის იმ ფერს დავაწყობ ისეთ აიგულს გაუკეთებ, რომ კმაყოფილი ნახეს მომხმარებელი თავარი. არის მთავარი, რომ მე მომწონს ყვავილებთან აი ველაპარაკები ყვავილებს რასაც ქვია. მიყვარს ძალიან ყვავილები. ყველანაირი ყვავილი მიყვარს აბსოლუტურად. ეზო მაქვს, ბევრი ყვავილი მაქვს, ვარდები მაქვს, ძალიან ბევრი, ყველანაირი ფერის ვარდი მაქვს. ქოთნების ყვავილებს იმდენად ვერ უვლი რა, იმდენად აი ჩემთან არ ხარობს, მაგალითად მინდა ასე რომ თქვა. ვცდილობ, მაგრამ იმდენად ვერა, რამდენად ეზოს ნაცვლები მაქვს ბევრი და ვარდები, აი გამწონება მიყვარს და ეზოს უვლი მართლა მიყვარს ეზო მიყვარს, საკუთარი სახლი მიყვარს, ეზოთი და ყვავილებით და რა ვიცი. 10 წელი ამაზე რო ვფიქრობდი, რომ ზესტაფონში გადავალესაც ხოლმე და ყვავილების მაღაზიას გავაკეთებ, მაგრამ ვერ მოხერხდა ასე, რომ შემოვრჩი იქეთ დიდხანს შემოვრჩი. შვილები წამოვიდნენ აქეთ, მე და ჩემი მეუღლეც გადმოვედით უკვე ეს წელიწადია რომ გადმოვედით რა რამდენიმე თვეა ეს წელიწადია და აი მომენტომია ეს სულ რაღაც 2 თვეში გავაკეთე. სწავლებლად დავდიოდი სამტრედიაში. სწავლე და ერთი თვე სერტიფიკატიც ავიღე და ფოთაიგულებსაც ვაწყობთ, სარიტუალოსაც ვაკეთებთ ისეც ვინც მოგცევს ზაქას რომ ასაწყობია ჯვრები არამია, ყველაფერს ვაკეთებთ. ყვავილებიც მინდა შემოვიტანო და ველაპარაკე უკვე დისტრიბუციას და მინდა რომ კარგი უცხო რაღაცა შემოვიტანო და მალე სექტემბრიდან ეგეც ვექნება. საჩუქრები ვექნება კიდე ბევრი. ჩემს მაღაზიას ქვია ორქიდეა, მქონდა და ძალიან კმაყოფილები დარჩნენ გახსნის დღეს გაიყიდა ძალიან ბევრი. ეხლა შემომტანებს არ აქვს ჯერჯერობით, იმიტომ რომ ცოტა რთული საშუალია, მაგრამ აგვისტოს ბოლოდან შემოვიტანთო მილდებიან და ორქიდეით მინდა რომ დავალამაზო ჩემი ვიტრინა. ეს დღეს ვატარებთ მაინც აქ. საღამოთი მივდივართ სახლში, სადაც ხარ იქ უნდა და მომხმარებელი მინდა რომ დავაინტერესო. რაღაცა ახალი შემოვიტანო სიახლეები, ვსწავლობ კიდე ახალ ბუკეტების გაკეთებას. ის როგორ უნდა სურათს მაჩვენებენ ასეთი გამეკეთე და ავაწყობ და klienti რო გაწავა გახარებული ჩემთან აი ეს სიახლე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილი აგროსაწარმოებით ინტერესდება. შიდა ქართლში ვიზიტის ფარგლებში დავით სონღულაშვილი საწარმოების ინფრასტრუქტურას, წარმოებისა და გადამუშავების პროცესს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, პროდუქციის შენახვის შესაძლებლობებსა და განვითარების სამომავლო გეგმებს გაეცნო. მინისტრი ასევე შეხვდა კომპანიების წარმომადგენლებს და მათთან ერთად სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების შედეგები და აგროსექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილა. შიდა ქართლის რეგიონში სხვადასხვა მიმართულების არაერთი საწარმო საქმიანობას გავეცანით. გავსის საწარმოები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ისინი ქმნიან ქვეყანაში სრულ ღირებულებათა ჯაჭვს. ჩვენი მიზანია საქართველოში შეიქმნას ისეთი პროდუქცია, რომელიც პირველ რიგში ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნას დააკმაყოფილებს და ამასთანავე ექნება მაღალი საექსპორტო პოტენციალი. ხაზგასმით აღნიშნავს დავით სონღულაშვილი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი შიდა ქართლის რეგიონში. ვნახეთ არაერთი გადამამუშავებელი საწარმო სხვადასხვა მიმართულებით. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ღირებულებათა ჯაჭვი სრულად იყოს შექმნილი საქართველოში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, საბოლოო პროდუქციის შექმნა ეს არის მიზანი იმისთვის, რომ შესაძლებლობა გქონდეს პირველ რიგში, რომ ადგილობრივი ბაზარი დაკმაყოფილდეს, ასევე პროდუქტს ხონდეს საექსპორტო შესაძლებლობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ თითოეული საწარმო, რომელიც ვნახეთ დღეს სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერილი, იყო ხარისხის მაღალი სტანდარტით შექმნილი, რაც თავისთავად ცხადია, აძლევს შესაძლებლობას, რომ იყოს კონკურენტუნარიანი და საბოლოო ჯამში მიზანი რაც გვაქვს, რომ ქართული პროდუქცია პირდაპირ ასოცირდებოდეს ხარისხის ნიშანთან, ფაქტობრივად ზუსტად ასეთი საწარმოები შეძლებენ, რომ ქართული პროდუქციის ხარისხი ახალ სტანდარტზე გადაიყვანო. ზესტაფონის თვითმმართველობის ფეხბურთელების სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშებაში მონაწილეობას აგრძელებენ. ტურნირის ფარგლებში ერთმანეთს ზესტაფონისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრედ დასრულდა. ტურნირის დასრულების შემდეგ სახელმწიფო რწმუნებულის თასი გადაეცემა გამარჯვებულ გუნდს, ხოლო პრიზიორები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდებიან. გამოვლინდებიან ასევე ტურნირის საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო გოლეადორი, საუკეთესო მეკარე და უხუცესი მონაწილე. სპორტული ღონისძიების მიზანია რეგიონის ადგილობრივი თვითმმართველობების თანამშრომლებს შორის გუნდური მუშაობის, კოლეგიალური ურთიერთობების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობების ხელშეწყობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სპორტული შეჯიბრებებით დატვირთული კვირეული ჩატარდა. მის ფარგლებში დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები ინდივიდუალურ და გუნდურ შეჯიბრებებში მონაწილეობენ. მათ უკვე იასპარეზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებულები თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა შესაბამისი სინჯის მედლებით დააჯილდოვეს. ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართა. დაჭრილ მებრძოლთა კვირეულის მიზანია დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა, რესოციალიზაცია და მათი მიღწევების წარმოჩენა. დაჭრილ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რესოციალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაციას და რა თქმა უნდა, დაინტერესებას აქტიური ცხოვრებით. სხვადასხვა სახეობებში არის შეჯიბრებები. დღეს იყო ცურვადასტანგა, სადაც გავედი პირველ ადგილზე შტანგაში, ჩემი წონით კატეგორიაში. ძვირფასი მადლობა თავდაცვის სამინისტროს ამ ყოველი წლის გახანგრძლივებისთვის, ამ ყოველი დღისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ეს ფსიქოლოგიურად, რადგან გვედარდება ფსიქოლოგიური, ვართ ერთმანეთთან, ვუზიარებთ ყველანაირ ემოციებს, უდგავართ ერთმანეთს ყველანაირად გვერდში. დიდი სიამოვნებით ღებულობთ მონაწილეობას. მე პირადად მივიღე მონაწილეობა ცურვაში, სადაც მივიღე პირველი ადგილი. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ჩვენი თავდაცვის სამინისტროს, ჩვენ დეპარტამენტს, რომელიც ყველანაირად მხარდაჭერას გვიწევს და ყველანაირად გვიდგება გვერდში.